იდეაში რეაქტიული ფორმების საშუალებით ძალიან საინტერესო რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, ხო და აი დღეს მაგას განვიხილავთ ზუსტად. ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა უკვე ჩვენ ფორმებთან მუშაობისას, შეგვიძლია ვალიდატორები დავაყენოთ ძალიან საინტერესოდ და ეს დაგენერირდა codes. codes no. Okay. კარგით გავხსენე ახლა მე Angular-ის ფაილი. ფოლდერი უფრო სწორად აქ HTML-ს გავასუფთავებ და ნელა შეგვიძლია უკვე დავწყოთ. იდეაში მე გავამზადებ რამე სტანდარტული ფორმის ფაილიც მაგალითად შევქმნათ form tag-ი პირველ რიგში. ვინმე მეორებს ჩემთან ერთად რო ვიცოდე მაინც წერთ ვინმე შანს არის. კარგი, მოდი class forms მივცემ და ეხლა იდეაში რაღაც გავაკეთოთ. class form-ი შიგნით გვექნება რამე label-ი, მოდით form control ესეთ შევქმნი, რომელშიც მექნება label-ი, მაგალითად for email და მექნება input-ი და email type-ით, მოდი placeholder-ით შევწეროთ email. აქ ID-ც, რადგან პარემ label-თან დავაკავშიროთ. და ID-ც აქ რა თქმა უნდა email-ით შევწეროთ. კარგი, ახლა იდეაში კიდევ ერთი ესეთი div დაგვჭირდება for password მაგალითად. password, ну იდეაში ყველგან ახლა passwords გადავიდეთ. იდეაში თავიდან ესეთი საწყისი ფორმა მივიღეთ. მოდით live server-ზე გავამახთ ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება და ასევე რამე პატარა სტილების მივანიჭოთ ამ ყველაფერს. ანამდე CSS-ში განულებას გავაკეთებ. box sizing border box და მოდით body text უცბად მე ახლა background შევუწევ. background color მუქფერს მივცემ. და მოდი ნახოთ ბრაუზერში, ხო, ну ჯერჯერობით ეს ყველაფერი ესე გამოიყურება, მაგრამ ყველაფერს ახლა გავასწორებთ. გადმოვალ CSS-ში forms მივმართავ და სიგანეს მივცემ მაგალითად 600 pixels სიმაღლე გვექნება 300 პიქსელი margin მოდი 100 ავტო დავუწეროთ. თან ასევე აი აქ დაგვჭირდება ახლა ბოლოში ჩვენ ღილაკი ბათონი, რომელსაც type-ი ექნება submit. ეს მნიშვნელოვანია რომ გქონდეს type submit-ი და მაგალითად submit-ს დავუწერ ტექსტის სახით. Okay. Forms დავწერე.
Okay, მოხდა ცენტრში, მოდი background color-ი შევუცვალოთ. CCC ფერის, border radius-ი, pixel-ი, padding-ები. 20 პიქსელი, პირობითად. და ხო, მგონი ნორმალურია დასაწყისისთვის. კარგი. ეხლა მე მივმართავ form controls და ვეთქვი, რომ form controls-ში რომელი ლეიბლებიც არის, მიეცი მნიშვნელობა display log. ასევე font size-ი გავუზარდოთ ჩვენს ლეიბლებს, მოდით. და ხო, ნუ ჯერჯერობით ნორმალური. კარგი. ეხლა form control-ში მყოფ input-ებს მივმართოთ და უწეროთ width 100%, რომ მთლიანი სივრცე და იკონრის საშუალებაც ექნებათ. Borders გავუთიშავ. არა, მაქვე height-ი დაუწეროთ 30 პიქსელი შევამოწმოთ როგორ იქნება. ნუ მეტი შეიძლება 40 პიქსელი. ასევე padding-ები ზემოდან და ქვემოდან. ნუ იდეაში მოდი ყველა მხრიდან 5-5 პიქსელი მივცეთ. Outlines გავუთიშავ. radius-იც მივანიჭოთ 4 პიქსელი მაგალითად ცოტათი რომ დავუმკლავოთ კუთხეები და თვითონ კონკრეტულად form control-ებს მივმართავ და margin top-ი 20 პიქსელი ამ ელემენტებს შორის დაშორება იყოს. ხო, ნუ იდეაში ესეთი ფორმა მივიღეთ და ნუ ეხლა ერთი ღილაკს გავწtildeავ form-ში არის ღილაკი და ნუ იდეაში display blocks მივცემ margin top-ი 20 პიქსელი სწორად margin მოდი ეს გავაკეთე 20 პიქსელი და auto რომ თან ცენტრში მოხდეს. ნუ ვიზი მაგალითად 100 პიქსელი, height 40 პიქსელი, background color-ი კარგი გქონდეს, border none, cursor pointer. ანუ ესეთი ღილაკი მივიღეთ ამ შევუცვლებ. შავზე გადავიყვან და ტექსტის ფერი. თეთრი და border radius-იც დაახლოებით 8 პიქსელი. ანუ ეს სტანდარტული სტილები ჩამოვწერე, ეხლა დიდად ყურადღებას აღარ გავამახვილებ სტილებზე, ნუ მთავარია რომ ჩვენი ფორმა შედგა. ანუ დაახლოებით რაღაც არეგისტრაციულ ფორმისავით მივიღეთ, ან იდეაში რომ დავლოგინდეთ სადმე, ანუ აქ შეგვიძლია ჩავწეროთ იმეილი, პაროლი, დავასამითოთ და ნუ ეს ინფორმაცია შემდეგ სერვერზე გავაგზავნოთ. ნუ იდეაში წინა გაკვეთილზე კი განვიხილეთ, როგორ უნდა გავიაროთ, როგორ უნდა დავწეროთ უბრალოდ ავტორიზაციის სერვისი. ავტორიზაციის სერვისში მთლიანი ლოგიკა. არქით. იდეაში CSS ცოტა ხანი შევეშვათ ახლა და იმისთვის რომ ჩვენ შევქნათ ახლა რეაქტიული ფორმები, ამისთვის app module TypeScript-ში უნდა გადმოვიდეთ და იმპორტებში, ng მოდულის იმპორტებში უნდა შემოვიტანოთ ესეთი მოდული, როგორიც არის reactive forms მოდული. Okay, reactive forms მოდული დავაიმპორტეთ, უკვე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეაქტიული ფორმები და ამ რეაქტიული ფორმების შესაძლებლობები. მაგრამ ასევე მოდი forms მოდულის დავაიმპორტოთ. გამარჯობა, რომელი შემოვიდა ხმით, რა ვიცი, ან ნიკოლსი. ნიკა. კი, ბატონო. ეხლა განვიხილავთ ნიკა რეაქტიულ ფორმებს Angular-ში. იდეაში მარტო HTML-ი გავამზადეთ და reactive forms მოდული და forms მოდული დავაიმპორტეთ. ანუ აი აქ ჩვეულებრივი ფორმა გვაქვს HTML-ის გამზადებული. ეხლა ვიწყებდით უბრალოდ ლოგიკის დაწერას. აქ იდეაში ამას გამოვთოთ ეს ჭამს. და გადმოვიდეთ app component TypeScript-ში ახლა და იდეაში პირველ რიგში მოდი მე ვიმპლემენტირდები on-init-დან, ანუ on-init-ზე შეგახსენებთ, მოდი ეს კიდევ ერთხელ განვიხილოთ. on-init-ი არის ng on-init-ი არის მეთოდი, რომელიც ავტომატურად გამოიძახება, როდესაც თვითონ მთლიანი კომპონენტი ჩაიტვირთება. ანუ სანამ კომპონენტი არ ჩაიტვირთება, მანამდე ჩვენი
on init არ გამოიძახება. როგორც კი ჩაიტვირთება, უკვე ამ მეთოდის ავტომატურად გამოძახება მოხდება. კარგით, იდეაში აქ ორი წერტილი და void-ზე შეგახსენებთ, რას ნიშნავს, ანუ ნებისმიერი მეთოდის შემდეგ, მაგალითად get რაღაც მეთოდი გვაქვს, შეგვიძლია დავწეროთ აი ფიჩქილების შემდეგ ორი წერტილი და უთხრათ ეს მნიშვნელობა რას დაგვირეთანებს. ანუ return-ის შემდეგ რა იქნება, მაგალითად hello. ეს ამისად აქ თუ მე დავწერ strings, ეს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, string-ი იქნება და ოკეი, პრობლემა არ იქნება არანაირი, მაგრამ არაფერ return-ს თუ არ დავწერ, რა თქმა უნდა, ეს მეთოდი გვეჩხუბება, რომ შენ არაფერს არ არეთან. void-ით კიდევ ვეუბნებით, რომ აი ეს ფუნქცია არაფერს არ დაგვირეთანებს, იმიტომ რომ ზოგადად engineinit არ გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაც დაგვირეთანოს და ამ engineinitში რა მნიშვნელობა შევინახოთ, პირდაპირ void-ი ამიტომაც აქვს გაწერილი. ხო, მაგრამ ეს შეგვიძლია წაუშალოთ, ხელი რომ არ შეგვიშალოს, ან იყოს თავისთვის ხელს არ შეგვიშლის. ხო, მოდით ახლა რამე ნებისმიერი ცვლადი შევქმნათ. ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა რა ტიპის ცვლადი იქნება, form დავარქვათ მაგალითად ნებისმიერ ამ form. ოღონდ აქ აუცილებელია რომ მივანიჭოთ ახლა რაღაც ტიპი, კლასის სახე, ნახეთ? form group. ესეთი ტიპი უნდა მივანიჭოთ ჩვენს form ცვლადს. ოღონდ მნიშვნელობის გადაცემა აღარაფერი აღარ ჯერჯერობით არ გვჭირდება. ამ forms გადავცემთ მნიშვნელობას ძალიან მალე. ოკეი, ეხლა მე შევქმნი ერთ მეთოდს generate form მაგალითად და ამ ფორმას ავტომატურად engineinit-ში გამოვიდა. This generate form ავტომატურად იყოს გამოძახებული engineinit-ში. იდეაში ეხლა აი ამ მეთოდში generate form-ში მე რა ლოგიკასაც დავწერდი, ჩვეულებრივად შემეძლო რომ აი ეს ლოგიკა დამეწერა აი ამ engineinit-ში. მაგრამ ზოგადად engineinit-ის დატვირთვა გადავსება, ანუ არ არის მაინც და მაინც კარგი, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა ლოგიკის დაწერა დაგვჭირდეს, ამიტომაც engineinit-ში დავიკარგოთ და ვერ განსაზღვროთ რა რას განსაზღვრავს. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ generate form მეთოდი შევქმნათ ცალკე, რომელსაც ავტომატურად გამოვიძახებთ და შემდეგ უკვე ვიცით, რომ ამ მეთოდის გამოძახება გვაქვს, ან ფორმის დაგენერირების და გადმოვავალთ ფორმის დაგენერირების მეთოდში და უკვე შევხედავთ შიგნით რა ლოგიკა გვიწერია. ეხლა დავწერეთ, რომ ეს generate form-ი არ დარეturn-დეს, ხო? ანუ void-ი რო დაუწერეს. კი. იდეაში void-ი მაგას ნიშნავს, რომ ანუ არაფერს არ არეთანებს. თუ დაუწერთ რამეზე return-ს, ეს აღარ იქნება სწორი, იმიტომ რომ რაღაცას უკვე არ არეთანებს. ნუ ეხლა ეს ჯერჯერობით არ მიეროვებს, აი მაგალითად. ესი რო ჩავწერო უკვე, ნუ ფუნქციის გამოძახება მიწერია და ამას ფიზიკურად ვერ არეთარნებდა და იმიტომ არ გვიგდებდა errors. მაგრამ მე რო აი აქ string-ი ჩავწერო, უკვე return-ზე მეჩხუბება და მეტყვის სავარაუდოდ, რომ string-ი is not assignable to type void. ანუ შენ string-ს აბრუნებ და რეალურად გიწერია, რომ არაფერს არ დამიბრუნებ. და ეხლა ნახეთ, მე შევქმნი უკვე წინასწარ ცვლადი ფორმი. Form ცვლადს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ხო, უდრის და რაღაც არ გვიწერია. უბრალოდ ტიპი გვაქვს მინიჭებული და ვეუბნებით, რომ form group-ი რაღაც აი ესეთი ტიპი გექნება. ეს form group-ი არის მეგობრებო ობიექტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ეხლა ამ form ცვლადს გადავცემთ რაღაც შესაძლებლობებს. ნახეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მივმართავთ this forms, აი ამ ცვლადს მივმართავთ და ვეტყვით, რომ ეს იქნება new form group-ი. რაღაც ახალი ფორმის ჯგუფი. გავხსნათ ფრჩხილები და გავხსნათ ობიექტის ფრჩხილები. სადაც უკვე უნდა ჩამოვაყალიბოთ თუ რა ტიპის ინფორმაცია და მნიშვნელობები გვექნება ჩვენ ფორმაში. მაგალითად, პირველი მნიშვნელობა რა გვაქვს ახლა? გადმოვიდეთ და პირველი მნიშვნელობა გვაქვს ჩვენ label რა იყო და input-ი email-ისთვის, ხო? ამიტომაც მოდი ჩავწეროთ ჩვენ აი აქ მივიღებთ email-ს. ნუ აქ რას ჩავწერთ სახელს? ჩვენზე არის დამოკიდებული, ეხლა ვქმნით ახალ form controls. Form control-ები არის ესეთი თვისებები ამ ობიექტის, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მივაბათ აი ეს input-ის მნიშვნელობა აი ამ კონკრეტულ ფორმას. ანუ მე დავწერ ახლა აქ new, ნახეთ, email-ი იქნება new form control.
და აი აქ form control-ში იდეაში გადაგვეცემა რამდენიმე მნიშვნელობა. პირველი არის საწყისი მნიშვნელობა. ანუ თავიდან მე თუ 1 2 3-ს ჩავწერ, აი აქ input-ში თავიდანვე 1 2 3 დაგვხდება ტექსტის სახით. ჯერჯერობით, ანუ 1 2 3 ეს დაგვხდება ამას გულისხმობ. ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ ჯერ უნდა მივაბათ ერთმანეთს ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ჯერჯერობით სარიელი ბრჭყალები დავწეროთ და შემდეგ ვნახოთ რას მოგცემს აი ეს ბრჭყალები, ანუ პირველი მნიშვნელობა აი ამ ფრჩილებში. და მეორე რაც გადაეცემა, ეს არის ვალიდატორს, ნახეთ, ვალიდატორსი არის ცალკეული ასე ვთქვათ, კლასი, რომელსაც ნახეთ დავუწერთ required-ს. ანუ ვალიდატორს required, ანუ ეს required-ი ნიშნავს თუ გახსოვთ, ანუ მაგალითად ახლა input-ს რო required დავუწერო. ანუ სარიელი არ უნდა იყოს input-ი, უბრალოდ ესეთი ვალიდატორი დავუყენთ. ამ ვალიდატორებზე ვისაუბრებთ აუცილებლად დაწვრილებით, მაგრამ ამავე ლექციაზე უბრალოდ ჯერჯერობით დავაკავშიროთ ახლა ეს ფორმა TypeScript-ის მხრიდან HTML-ის მხარეს. მაგრამ ჯერჯერობით აქ გავამზადოთ, ანუ ამ ხას, იგივე ხას მე ჩამოვაკოპირებ და უბრალოდ მნიშვნელობებს აი ამ მნიშვნელობას შევცვლი. email-ის მაგივრად დავარქმევ სახელს passwords. Okay, ну ჯერჯერობით HTML-ის TypeScript-ის მხრიდან ფორმის ნაწილი გამზადებულია. იდეაში დავწერეთ, რომ აი ეს ფორმი, აი ეს ცვლადი იქნება ახალი რაღაც ფორმის ჯგუფი, რომელსაც ჯგუფში შემოვიტანეთ ორი form control-ი. email-ის form control-ი და parol-ის form control-ი. form control-ებში საწყისი მნიშვნელობებზე გვიწერია ცარიელი string-ი, ან შეგვიძლია დავწეროთ 0. ანუ აქ საწყის მნიშვნელობაში რაც გულისხმობ, ახლა აქ თუ value-ს ჩავწერ, input-ს დავწერ ესეთ atribute value-ს და აი აქ რაღაც text ჩავწერ. ნახეთ, აი აქ დამხდება ავტომატურად ეს ტექსტი. ანალოგიურად იმოქმედებს აი ეს პირველი ჩაწერილი მნიშვნელობები. მძიმეს შემდეგ უკვე იწერება ვალიდატორები. ამ ვალიდატორებზეც ახლა დაწვრილებით ვიმუშავებთ. კარგი, პირველ ნაბიჯზე ეს ფორმა რომ დავაკავშიროთ HTML-ის ამ კონკრეტულ ფორმას, უნდა მოვძებნოთ form tag-ი და აი აქ უნდა ჩავწეროთ form group-ი. ანუ ფორმის ჯგუფი, რომელი ფორმის ჯგუფი იქნება დაკავშირებული, უბრალოდ რომელი ფორმის ჯგუფი იქნება ეს კონკრეტული ფორმა. მაგრამ აქ მე რაღაც რომ ჩავწერო, ეს იქნება უბრალოდ სარიელი string. JavaScript კოდი რომ დავწერო, რა თქმა უნდა, მომიწევს რომ ეს form group-ი ჩავსვა კვადრატულ ფრჩილებში. ერთი წამით form group და უნდა გადავცე იმ ცვლადის მნიშვნელობა, რომელიც ცვლადსაც ვაკავშირებ. ეს ფორმი, ანუ ეს ფორმის შემდეგ გახდება ახალი form group-ი და შემდეგ აქ ყალიბდება უკვე დანარჩენი ფორმა. ანუ ამ ფორმის სახელს გადავცე უბრალოდ. და როგორც ხედავთ, ახლა დაკავშირდა აი ეს ფორმა აი ამ HTML-ის ფორმასთან. მაგრამ იდეაში ეს საკმარისი არ არის, ჩვენ დაგვჭირდება ახლა რომ input-ებთან დავაკავშიროთ form control-ები. იდეაში ძალიან მარტივად კავშირდებიან ეს ელემენტები, მაგალითად მე ახლა აი ამ კონკრეტულ input-ს მივმართავ და დავწერ form control name. ნახეთ, ამ input-ს რომელი form control-ის სახელი გადაეცემა და ამ form control-ს გადაეცემა აი ეს email. ანუ ახლა ეს კონკრეტული form control-ი დაკავშირდება ამ კონკრეტულ input-თან იმის შემდეგ, რაც მე აი ამ form control name-ში ჩავწერ email-ს. ოღონდ რა თქმა უნდა ეს კვადრატულ ფრჩილებში ჩავსვათ, რომ იდეაში არ ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, უბრალოდ გადავცეთ მნიშვნელობა აი ამ form group-მა უკვე იზრუნა იმაზე, რომ form control name-ში ჩაწერილი მნიშვნელობა ავტომატურად წამოვიდეს TypeScript-დან. და შესაბამისად ანალოგიურად parolis input-საც დაჭირდება form control name. რა თქმა უნდა, form control name-ი password-ის არის password-ი, ანუ აქედან ავიღებთ ისევ მნიშვნელობას და წამოვიღებთ აი ამ კონკრეტული input-ის form control name-ის მნიშვნელობაში. კარგით, იდეაში ახლა ეს input-ები დაკავშირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ
ვერ ვნახავთ ვერანაირ მნიშვნელობას, ანუ სამიც რო დავაჭიროთ, არაფერი არ მოხდება. ეს ყველაფერი უნდა ავწეროთ ახლა აქ რა მოხდა. ტიპის დამხურავი არ არის. ანუ ახლა ჩვენ უნდა რამენაირად უთხრათ, რომ აი ეს ფორმა გამოგვიტანა. როგორ გამოვატანინოთ ეს ფორმა? ეაში ამ ფორმის გამოსატანად შეგვიძლია აი ესეთი ძალიან საინტერესო მეთოდი გამოვიყენოთ, უბრალოდ ესეთი საინტერესო ივენთი, როგორც არის ng submit-ი. მაგალითად, აი ღილაკის შემთხვევაში ჩვენ ხომ უსმენთ clicks, ანუ ღილაკს რომ დავაჭერ, ვეუბნები რომ მაგალითად რამე ფუნქციას გამოვიძახებ, ხო, რაღაც ფუნქცია მექნება და პირობითად ღილაკს დავაჭერ, clicks უსმენ და ფუნქციას ვიძახებ. მაგრამ ეს ივენთი, ng submit-ი მოусმენს იმ ღილაკს, რომელიც დაგვისაბმიტებს ფორმას. ანუ იმ ღილაკს, რომლის type-იც იქნება submit. და აი ამ თლიან ფორმას დაგვისაბმიტებს. ეხლა ვეტყვი აი ამ ფრჩხილებში, რომელი მეთოდი უნდა გამოვიძახოთ. მოდი გადმოვალ app კომპონენტში და ავწერ ესეთ მეთოდს, როგორიც არის form value მაგალითად. ფორმის მნიშვნელობა. და ჯერჯერობით არაფერი ლოგიკა არ ჩავწეროთ, ჯერ უთხრათ, რომ აი ეს ფუნქციის გამოძახებას დავაკოპირებ და ვეტყვი ng submit-ს, რომ მე როდესაც დავაჭერ ღილაკს, იმ ღილაკს, რომლის type-იც არის submit-ი, მოусმინე შენ ამ დასაბმიტების events და გამომიძახე მეთოდი form value. მოდი form value-ში უბრალოდ console log-ში გამოვიტანოთ აი ეს ფორმი და ვნახოთ აი ეს ფორმი რას შეიცავს. This form. კარგი. მოდი გადმოვიდეთ ახლა ბრაუზერში, გავხსნათ კონსოლი, ჩავწეროთ მაგალითად რამე random ტექსტი, რამე პაროლიც რამე და დავაჭიროთ submit-ს. იდეაში submit-ზე დაჭერის შემდეგ ჩვენ კონსოლში ვიღებთ ობიექტს. Form groups, რომლის გახსნის შემდეგაც ჩვენ ვიღებთ აი ესეთ რაღაცას. იდეაში აქ რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ, გვაქვს კონტროლები, ნახეთ? გვაქვს ორი კონტროლი, იმეილის კონტროლი და ფასვორდის კონტროლი. ეში აქ ხო უბრალოდ შეგვიძლია ვნახოთ რა კონტროლები გვაქვს, აქ თუ ჩავუღრმავდებით შემდეგ იმეილს გვაქვს ივენთები რაღაც და აქ გვენახება value, მაგრამ values უფრო ადვილად მივწვდებით ამ კონტროლებს რო არ შევეხოთ, ნახეთ? errors-იც აი აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, errors-ზე გვიწერია ნახეთ 0, მაგრამ ამის მნიშვნელობას ჩვენ შევცვლით ახლა და მაგასაც განახებთ როგორ უნდა შევცვლოთ. მაგრამ თუ ქვემოთ ჩამოვყვებით, ნახეთ value ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ობიექტის თვისებად. ამ values თუ გავხსნით, ანუ თვითონ ფორმის value, გვაქვს აქ იმეილი და გვაქვს პაროლი. აქ გვენახება ჩვენ იმეილის მნიშვნელობა და პაროლის მნიშვნელობა. ანუ რადგან ეს ფორმი თვითონ ობიექტი, ანუ ეს this ფორმი რაც გამოვიძახოთ, კონსოლში შეგვიძლია უბრალოდ form value გამოვიტანოთ. და პირდაპირ აქ რასაც ჩავწერ, უკვე ის value იქნება, რაც აქამდე. ნახეთ, ანუ კონკრეტულად ეს შეგვიძლია გამოვიტანოთ. ანუ როგორც ნახეთ, ახლა ჩვენ დავაკავშირეთ ეს ფორმა, ეს form ცვლადი, იდეაში ჯერ აღწერეთ ეს ფორმა, უთხარით რომ იქნება ახალი ფორმის ჯგუფი და გადავეცით ახალი form კონტროლები. შემდეგ დავაკავშირეთ HTML-ის მხარეს, ეს ყველაფერი. გადავეცით form კონტროლები, input-ებს, ღილაკი type submit-ს ვუსმენთ და ამ დასაბმიტების მოსმენის შედეგად ვიძახებთ ფუნქციას, რომელიც კონსოლში გულოგავს აი ამ ფორმას. კარგი, მოდი values და logo აღარ გვინდა და კიდევ ერთხელ თვითონ მთლიანი ფორმა გამოვიტანოთ. მაგრამ მოდი ახლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ. მე emails არ შევავსებ და უბრალოდ პაროლს შავწერ random სიტყვებს. და დავაჭერ submit-ს. მოდი ახლა გავხსნი მე ამ ჩვენს ფორმას და მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაც. სად გვენახება? არა, იდეაში errors-ზე 0 გვაქვს ისევე რატომღაც, მოდი ვნახოთ. რატომ
გვაქვს 0 არ უნდა გქონდეს იდეაში, ახლა აქ უნდა გვიერორებდეს, უბრალოდ 0-ს არ უნდა გვიწერდეს. სტატუსში აღწერისას რო დეფაულტად მივეცით value მაგიტო ხო არის? ჯერ არ გამოჩნდებაო რო ვიძახლით, მოიცა. მოდი პაროლს არ შევავსებ და მასე ვნახავ, გონი ხო მაგის ბრალი? არა, მაგის ბრალი არ ყოფილა. აი აქ ნახეთ, მოიცადეთ სადღაც კონკრეტულად status changes frequency. არა, იმენში არ უნდა გქონდეს value changes. სტატუსში უნდა იყოს. ხო, სტატუსში უნდა იყოს. ნახეთ, აი აქ values ეს რატომღაც მგონი გადაცვლილია, იმიტომ რომ invalid, ანუ პირდაპირ სტატუსი გვიბრუნებდა ჩვენ invalid-ს. მაგრამ აი აქ ცოტა სიღრმეში ჩასვლა მოგვიწია ახლა. ნახეთ, value მივიღეთ invalid, იმიტომ რომ რაღაც ვალიდატორები არ ამოქმედნენ. მოდი ახლა უბრალოდ ჩავწერ და ახლა მაგას შევამოწმებ, ხო ეგ გვიბრუნებს. სტატუსი მოდი valid უნდა იყოს, ხო, ახლა valid-ია. ამბობთ უბრალოდ ნახეთ this form status გამოვიტან. და რას დაგვიბრუნებს, მოდი ვნახოთ. უნდა იყოს. всё. valid, ანუ ჩვენ ნახეთ this form status თუ მივხვდებით, this form სტატუსი ჩვენ დაგვიბრუნებს valid-ს იმ შემთხვევაში, თუ აი აქ ჩაწერილი ვალიდატორები არის ვალიდური. ანუ ვაკმაყოფილებთ ყველა პირობას. მაგალითად, რომელიმე პირობა ჩვენ თუ არ დავაკმაყოფილეთ, მივიღებთ invalid-ს. ანუ ეხლა ვეუბნებით, რომ ესეთი ვალიდატორები გვყენიან. ნახეთ, validators required. ანუ უბრალოდ არ უნდა იყოს ცარიელი ეს ვალიდატორები. იცი რა უნდა ვკითხო, მაგრამ ეხლა HTML ფორმას რო ვაკეთებთ და იქ რო inputs დაუწეროთ requires რო უწერთ ხოლმე submit ღილაკი, ისიც ხო მაინც errors გვიბრუნებს და არ გვატარებს მაინც. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა ვარიანტი გვაქვს ჩვენ? აი აქ ჩვენ შეგვიძლია, ანუ იცი როგორი ვალიდატორები დავაყენოთ, ის უბრალოდ აი აქ დაგვიწერს რაღაც უბრალოდ რა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად მოქნილი და მოხერხებული ვალიდატორები დავაყენოთ. ანუ მაგალითად ქვემოთ ტექსტი გამოვუყვანოთ, რომ რატომ არ ვატარებთ მომხმარებელს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო სხვადასხვა. ანუ იქ არ გაგვატარებს, მაგრამ უბრალოდ ამდენ ფუნქციონალს ვერ მივაბავთ, ანუ როგორც გამოდის. კი. ხო, Angular-დან უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა და მეტად უფრო მართვადი ხდება ეს სიტუაცია. თქვათ რაღაც ეხა sword fire რომ მივაბავთ და ის გამოვიდეს, რომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები და რაღაც მსგავს, ხო? კი. ანუ აი ზუსტად ეგ იდეა გვაქვს ახლა აქთან. ნახე კიდე რა შესაძლებლობები გვეძლევა ამ ყველაფრის საშუალებით. ახლა ნახე HTML-ის მხრიდან ამ email-ს გამარჯობა დიანა. ნახეთ რას ნახავთ form გავხსნათ, აი პირველ inputs გავხსნა, ნახეთ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მაგარი. ნახეთ კლასებს ng-dirty, ანუ ამ inputs რეალურად რა კლასები აქვს. ng-dirty, ng-touch და ng-invalid. ნახეთ ახლა რა შემიძლია გამოვიყენო. CSS-ში გადმოვალ და ესეთ რაღაცას ვეტყვი. იმ elements, რომელსაც კლასი აქვს ng-invalid, border-ი მიეცი, color, ready. border-ი მიეცი, 2 პიქსელი, მაგალითად solid, ready. და ნახე რა მოხდება. ოკეი, მთლიან forms მივეცით. უფრო სწორად, უთხრათ inputs, რომელსაც კლასი აქვს ng-invalid. ნახეთ, inputs, რომელსაც κλასი აქვს ng-invalid. ერთად თუ დავწერთ, მაგას ნიშნავს რა input-ი კლასით ng-invalid. და მოდი შევამოწმოთ ახლა.
inputs ხო აქვს კლასი ng invalid. What? მოიცეთ მოიცეთ. რაღაც მე არასწორად მიწერია? Invalid. დიდი ასოებით აბრუნებს და რამე მაგასთან ხო არ არის კავშირი. არ პატარა ასოებით წერია. წამით. აბა დავაკოპირებ და ისე გადავწყვეტ. ასეთ ng. მოიცეთ, აბა important დავუწევ. სხვა ოპოს რაღაც ხარია. ჩო. რატომღაც ნახეთ რაში იყო პრობლემა მეგობრებო, ჩვენ აი აქ ამ inputs მიმართავდით კლასიდან გამომდინარე, ან ჯერ კლასს წერდით და მერე inputs. ამიტომაც რადგან ეს ხდებოდა ამ თავიდან კლასით მიმართვა უფრო მაღალ პრიორიტეტულია, ვიდრე თეგის სახელით მიმართვა. ამიტომაც მე რო სადღაც მიწერია რომ inputs border-ი არ უნდა კონდეს, ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს იყო. ეხლა მე ეს რო წავუშალო ამ ჩვეულებრივად დაბრუნდება ყველაფერი, ნახეთ. ჩვეულებრივად იმუშავებს ეს წითელი border-ი. მაგრამ ნუ ეს დავაბრუნოთ. უბრალოდ სახელის ნიშან important დაუწე, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდერს გაუზრდის, ანუ პრიორიტეტს გაუზრდის აი ამ სტილს. და ნახეთ ახლა, სანამ ჩვენ input-ებს აქვს კლასი ng invalid, მანამდე input-ის აი ეს border-ი იქნება წითელი, მაგრამ როგორც კი რამეს ჩავწერ, ნახეთ მაშინვე გაქრა ეს წითელი border-ი. იმიტომ რომ შევასწორეთ ეხლა ეს პრობლემა, ანუ უკვე ვალიდურია ეს input-ი, შესაბამისად არანაირი პრობლემა აღარ გვექნება. ანუ წითელი აღარ იქნება ეს border. მაგრამ ნახეთ იმის შემდეგ ისევე დავაბრუნებ, მოდით sariel inputs და ნახეთ ისევე წითელი გვაქვს ეს border. მოდი აი ახლა კლასში ვნახოთ ng invalid ხო გვაქვს და რამეს როგორც კი ჩავწერ, ეს ng invalid გარდაიქცევა ng valid-ად. ანუ მაშინვე კლასი ეცვლება და ხდება valid. მოდი ესეთი რაღაც ვთხრათ ჩვენს inputs. რომ ასევე თუ კლასი ექნება ng valid-ი, მაშინ წითლის მაგივრად მივცეთ border-ი მწვანე. მოდი შევამოწმოთ ახლა. input-ი sariel-ია და რა თქმა უნდა, წითელი ფერი იქნება, მაგრამ როგორც კი ჩავწერ ამას, ნახეთ, გამწვანდა. ამ password-ის შემთხვევით ანალოგიურად ვიღებთ. ხო, აი ერთ-ერთი ელემენტარული აი ეს შესაძლებლობა შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომელიც ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვა და ძალიან კარგად თუ გამოვიყენებთ, ძალიან ასე ვთქვათ, მეტი იმით დავტვირთავთ საიტს, მრავალი ფუნქციონალით. ხო, მაგრამ აი კიდევ ერთი პრობლემა არის აქ, რაც ზოგადად არ უნდა იყოს, ხო? აი თქვენი აზრით რა არის ისეთი, რაც არ უნდა იყოს, რაც ზედმეტი. ზედმეტი რა, ანუ რაც არასწორად ხდება. თქვენ რა შეცვლით? ანუ საიტზე შემოვდივარ ახლა, აი ამ წამს შემოვედი პირობითად საიტზე და მხვდება ესეთი რაღაც. რა არის პრობლემა? პირდაპირ წითელი როა, მაგრამ თუ კი, რა თქმა უნდა. ანუ სანამ ჩვენ სანამ active არ იქნება. ხო, ან უყურე სანამ active კი არა, ანუ რო ჩავაწყაპებ და მე უკვე მოვაშორებ, ხო, active შეგვიგულისხმ. კი, მე წაწყაპებული სანამ არ იქნება. აი ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ სანამ ჩვენ აქ არ ჩავაწყაპებთ ერთხელ მაინც. მანამდე არ მინდა რომ მაგალითად რამე ის გამომიტანოს. გამიწითოს input-ი, ხო? ან თავიდან შემოდიხარ და ეგრევე გაწითლებული input-ები გვხვდება. ნუ არ არის ლამაზი ყოველ შემთხვევაში. ამიტომაც ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ნახეთ ახლა მე დავარეფრეშებ კიდევ ერთხელ საიტს და მოდი ახლა ვნახოთ ჩვენი კლასები. გავაკეთებ რომ კარგად გამოჩნდეს ყველაფერს. ნახეთ ng untouched
რას ნიშნავს ეს ng untouched? ანუ ჯერ არავინ არ შეხებულა აი ამ inputs. ნახეთ როგორც კი ჩავაწყაპებ და აუშვებ focus, ნახეთ ng touched-ია. ანუ უკვე შეხებულია, ანუ ამ input-ში უკვე ჩაწყაპებულია რა. ანუ ერთხელ მაინც ჩაწყაპდა დაფოკუსებული იყო ეს input. ანუ ამის საშუალებითაც შეგვიძლია ვუთხრათ, რომ input-ი თუ არის ng touched, თუ აქვს კლასი ng touched და აქვს ამავდროულად ng invalid, ამ შემთხვევაში გამოუტანოთ უბრალოდ მწვანე რაღა იყო და წითელი ბორდერი. აქ გვაქვს ესევე ng pristine, ანუ ასე ვთქვათ, წმინდა სუფთა არის input-ი, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ჩაწერილა. მაგრამ როგორც კი რამეს ჩავწერთ, ვაბინძურებთ რა. ჩავთვალოთ, ნუ ამ ლოგიკას მივყვეთ და ნახეთ, ng pristine გადაიქცა ng dirty-ით. ანუ უკვე რაღაც ჩაიწერა ამ input-ში და უკვე ასე ვთქვათ, დაბინძურდა. ნახეთ, ეს კლასი ng dirty აღარ მოშორდება. ანუ სულ იქნება ng dirty ერთხელ თუ ჩაიწერა რაღაც, всё, ესე იგი ჩაიწერა. მოდი როგორ გავაკეთოთ ახლა რომელი ლოგიკით დავწეროთ? თუ ჩაწყაპდა და არაფერი ჩაწერა მომხმარებელმა, თუ რამე ჩაწერა და არა, რამეს თუ ჩაწერს dirty ხო აღარ იქნება. უბრალოდ ხო მაშინვე ვალიდური გახდება. მოდი touch-ზე გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ჩააწყაპა input-ში და ვალიდური არ გახადა, ამის შემდეგ, ანუ არაფერი ჩაწერა და შესაბამისად ვალიდურიც არ გახდა. ამ შემთხვევაში ვაჩვენოთ წითელი ბორდერი. ესეთი რაღაც დავწეროთ ამისთვის, ნახეთ? აქ დავწეროთ ესეთი რაღაც. input და ng touched. ახლა ეს რას ნიშნავს მივიტანოთ მაუსი? ეში, სადაც? ხო, ძიმე. არა, მძიმეთი ამ ორივე ელემენტს მიცემს. ვაიცა ეს როგორ გაბიგვეცა? liusით. ეს ტილდათი იმავე დონეზე იმყოფება უეუბნებით. ტილდათი არ გვაწყობს. აუ როგორ უნდა მიგვეცა ეგ დამავიწყო ახლა, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ეს ng touched. ეს. და შუაში მძიმე სავარაუდოდ თუ არა? არა, მძიმე არ ჭირდება, ნახე, აი წერტილით უბრალოდ კლასებს ყოფთ რა. და აი ნახე, input-ი, რომელსაც აქვს კლასი ng touched და ng invalid. ნახე, ახლა მაუსი რომ მივიტანოთ, გვანახებს რა, რას მივმართავთ. input-ს, რომელსაც აქვს კლასი ng touched და ng invalid. ნუ ამაზე touched და valid აღარ ჭირდება, იმიტომ რომ valid ვერ გახდება ფიზიკურად, სანამ რამეს არ ჩავწერთ. ხო? სანამ არ ჩავაწყაპოთ. მოდი ჩავაწყაპოთ და ნუ არაფერი არ მოხდა, მაგრამ როგორც კი focus მოვაშორებთ, მაშინვე გაგვიწითლდება. password-ის შემთხვევაშიც ანალოგიურად შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩავაწყაპეთ, მოვაშორეთ და ამის შემდეგ გაწითლდა. ეხლა თუ შევავსებთ, ისევე გაგვიმწვანდება ჩვენი input-ები. ხო, ანუ აი ეს ლოგიკა, რომელიც ძალიან საინტერესოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო? ანუ რა საინტერესო და კარგი ფუნქციონალია ჩემი აზრით. თან ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი რა 1000 აი ამ ყველაფრის ამ ლოგიკის დაწერა უბრალოდ როგორი იქნებოდა HTML ისა JavaScript-დან წარმოიდგინეთ. აქ უბრალოდ კლასი აქვს და ეუბნები ამას თუ ეს კლასი აქვს ეს გაუკეთებ. ვარა კლასი და არ გაუკეთო. ძალიან მარტივად ხდება ყველაფერი. ხო, კიდევ რა შეგვიძლია დავუყენოთ. ხო, იდეაში ვალიდატორებთან გადმოვიდეთ მოით. და ესეთი რაღაც ვთქვათ, ნახეთ. თან იცით რა გაითვალისწინეთ? პირველი საწყისი მნიშვნელობა, ანუ პირველი იწერება საწყისი მნიშვნელობა, მერე მძიმის შემდეგ მოდის ვალიდატორები, ან ვალიდატორი, შემდეგ უკვე ასინქრონული ვალიდატორები. ამიტომაც აქ რომ მძიმე დაწეროთ და კიდე სხვა ვალიდატორი დაწეროთ, ეს უკვე ასინქრონული ვალიდატორი იქნება. ნუ იდეაში ასინქრონული ვალიდატორები ჩვენ არ გვჭირდება ჯერჯერობით, ნუ ეს advanced level-ის Angular-ის თემა უკვე middle tier senior-ის ასე ვთქვათ. მაგრამ
აქ თუ გვინდა კიდევ ამ ერთი ვალიდატორის გარდა სხვა ვალიდატორის გამოვიყენოთ, მაშინ ეს ყველაფერი უნდა ჩავსვათ მასივში და აი მასივის სახით უნდა ჩამოვამწყვილოთ უკვე ვალიდატორები, რომ აი ეს შემდეგ მძიმის შემდეგ უკვე მეორე მნიშვნელობად ჩაითვალოს. და აი აქ ჩამოვთვალოთ მაგალითად რომელი ვალიდატორები გვინდა გქონდეს. ვალიდატორს required, ანუ input-ი ცარიელი რო არ იყოს და ვალიდატორს ნახეთ. წერტილი email. ნახეთ email-ზე დავუყენეთ, რომ email-ის ტიპი სანამ არ გახდება აქ ჩაწერილი მნიშვნელობა, იქნება და ვთქვათ წითელი. ანუ ჯერჯერობით ამას ჩავწერ, მოვაშორებ ფოკუსს და ნახეთ წითელი გვაქვს ჩვენი input-ი. რატომ? იმიტომ რომ input-ის ტიპი არ არის. მოდი ჩავწეროთ ძაღლუკა gmail. წერტილი com მაგალითად. და გაგვიწვანდა ჩვენი input-ი, ანუ შესაბამისად ამ input-ის ვალიდაციები გავიარეთ. ძალიან კარგი. მოდი ახლა parole-ს დავაყენოთ required-ის გარდა სხვა ვალიდატორი. აქაც რა თქმა უნდა, კვადრატულ ფრჩხილებში ჩავსვავ ამ ვალიდატორს, რომ რამდენიმე ვალიდატორი გადავცეთ და აი აქ პირველი ვალიდატორის შემდეგ დავწერ მძიმეს და ნახეთ. parole-ზე შეგვიძლია ვალიდატორს წერტილი და ნახეთ min length. მინიმალური სიგრძე ჩვენი ასე ვთქვათ parole-ის მაჩვენებლის და მოდი გადავცეთ მნიშვნელობა მაგალითად 6 სიმბოლო იყოს მინიმალური. ან მინიმუმ 6 სიმბოლო უნდა ჩაწეროს მომხმარებელმა, რომ გაიაროს ვალიდაცია. მოდი შევამოწმოთ ეს, გადმოვალ ჩავაწყავებ, მოვაშორებ ფოკუსს, გაგვიწითლდა და მოდი ასევე რაღაცას ჩავწერ. 3, 4, 5 და 6. 6 სიმბოლო როგორც კი ჩავწერეთ, გაგვიმწვანდა ჩვენი input-ი. რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატებით გავიარეთ ვალიდაცია და შეგვიძლია დავასამითოთ ჩვენი ფორმა. მოდით კიდევ ესეთ რაღაცას გავაკეთებ, ამასაც დავავალიდებ და ორივე ფორმა გაგვიხდება ვალიდური. ხო, ну, იდეაში ესეთი რაღაცაა. და აქედან გამომდინარე შეგვიძლია უკვე მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ ვალიდაცია გაიარა თუ ვერა უკვე კონკრეტულ input-ებში. მე კიდევ განახებ დღეს ტონეფერი რომ უნდა გახდეს იქ გვაქვს ხო იქ მიცემული CSS-ში ნახე კლასებიდან გამომდინარე. ნახე ჩვენ რომ კონტროლებს გადავცემთ ის როცა ხდება მაშინ კი შევდავინე. კი ბატონო, აი აქ ნახე კლასებიდან გამომდინარე. აი კლასები ეძლევა ავტომატურად Angular-ი აძლევს ამ კლასებს. და Angular-ი რომ კლასებს მიანიჭებს, მე ამ კლასების გამოყენებით ჩვენ უკვე შეგვიძლია სხვა ფუნქციონალი დავწეროთ აქ. რამე კითხვა ხო არა გაქვს ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით? კარგით, მაშინ ამ თემასთან არა. მე უბრალოდ აი რაღაც მინდა კითხო ბოლო დავალებასთან დაკავშირებით და ხო, აბა. ვიღა ბაქრის მერე იყოს, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა შევა დიდი ერთი შევა 5 წუთი დაგჭირდეს მაგიტომ. კარგი, მაშინ სკინ გავაკეთოთ. აი მადლობა. კარგი, მაშინ შესვენებაზე გავიდეთ ახლა და შესვენების მერე გავაგრძელოთ უკვე ამ თემასთან მუშაობა. კარგით.
აქ ხართ მეგობრებო? დიახ. კი ბატონო. კი ბატონო. წერლოთ. ამით ახლა გავაზიარებ ეკრანს და დავიწყოთ. იდეაში რაზე გავჩერდით ამ კლასებზე ვმუშაობდით, ხო? ოკეი. მოდი ახლა კიდევ ერთი რაღაც ვნახოთ. მე შეგვიძლია მაგალითად კონსოლში გამოვიტანოთ აი ესეთ საინტერესო რაღაც. This form status კი არა, this form invalid მაგალითად. და მოდი ვნახოთ this form invalid რა არის. მოდი მე დავასაბმითებ ახლა უბრალოდ ფორმას და ვიღებთ truth. ან თუ ეს ფორმა არის invalid-ი, ამ შემთხვევაში ჩვენი ფორმა უბრუნებს truth. ანუ აი ეს კონკრეტული მნიშვნელობა invalid-ი აი ამ form object-ში. თუ მაგალითად რამე ისეც შევწერთ, რომ გავიაროთ ვალიდაცია და დავასამითებთ, მივიღებთ false მნიშვნელობას, იმიტომ რომ უკვე ჩვენი ფორმა აღარ არის გათიშული. მოდით ახლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. თუ გახსოვთ, ჩვენ შეგვიძლია ღილაკი გავთიშოთ. ანუ უთხრათ რომ ჩვენი ღილაკი იქნება გათიშული. მაგალითად დავუწეროთ disabled. ამ შემთხვევაში ჩვენი ღილაკი გაითიშება. ანუ მე ვაჭერ submit-ს და არაფერი არ ხდება. ანუ არ რეაგირებს არაფერზე. რატომ ხდება ეს? ნუ იდეაში იმიტომ რომ disabled-ი უწერია, ხო? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, როდის უნდა იყოს ეს ღილაკი და disabled-ებული, ასე ვთქვათ. Disabled ნიშნულობა როდის უნდა მიენიჭოს. ჩვენ შეგვიძლია აი ეს ფორმა ჩავსვათ კვადრატულ ფრჩხილებში და აქ უთხრათ, რომ disabled-ი მიიღოს მაშინ, როდესაც ჩვენი ფორმი იქნება invalid მდგომარეობაში. შესაბამისად, ახლა მე როდესაც ვაჭერ submit ღილაკს, არაფერი არ ხდება, მაგრამ თუ გავივლი ვალიდაციას აქაც და აქაც, ჩვენი ფორმა დასაბმიტდება. ანუ invalid-ი არის false-ის მდგომარეობაში. ანუ აი ამის საშუალებით ჩვენ საერთოდ ვუბლოკავთ აი ამ კონკრეტულ ღილაკს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი დაასაბმიტებდა პირობითად ფორმას. და ასევე ჩვენ შეგვიძლია მაგალითად სტილები მივანიჭოთ იმ ღილაკს, რომელსაც disabled მნიშვნელობა აქვს. მოდი დავუწეროთ ღილაკს, რომელსაც აქვს disabled-ი ნიშნულობა, ანუ უბრალოდ ატრიბუტი disabled, ნახეთ. ეს ორი წერტილი ნიშნავს, რომ კონკრეტულად რომელიღაც ატრიბუტს მიმართავ. მაგალითად, input-ი წერტილი ორი წერტილი placeholder რომ დავწერო, ეს ნიშნავს, რომ input-ის კონკრეტულად placeholder-ს მიმართავ და რაღაც person font size შევუცვლი. ღილაკის disabled-ს მიმართავ და მოდით უთხრათ, რომ ფერი ექნება მაგალითად background color-ი და მაგალითად მონაცრისფრო, მოდით ახლა პირდაპირ ნაცრისფერს არ გავუკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ ღილაკს საერთოდ გაქრება. აი ცოტა ესეთი ფერი მექვს. ოკეი. მოდით აღმასაც important დავუწე. იდეაში გავანაცრისფრეთ, მაგრამ ვალიდაციას როგორც კი გავვლით, ჩვენი ღილაკი ისევე გაცოცხლდება. ასევე ჩვენ შეგვიძლია ესეთი cursor not allowed დავუწეროთ. ანუ მაუსის მეტანის დროს აი ესეთი ღილაკი შეიცვალოს. important აქაც. აი ესეთი მაუსი გვაჩვენოს. ანუ საერთოდ უბლოკავთ ახლა ამ ღილაკს. როგორც კი რა თქმა უნდა ვალიდაციას გაივლის, მაშინვე
გაქრება ეს სტილები და დაუბრუნდება ჩვეულებრივ სტილებს და disable-ed ატრიბუტის შესაბამისად გაეთიშება. აუ, რა მაინტერესებს საზაიცით? აი, იმპორტანტი რატო სჭირდება? რომ დავწეროთ. კი, ეხლა განახებ ზუსტად აი მაგას. პირველ რიგში აი აქ დააკვირდი აი იმას, რომ კლასიდან გამომდინარე მივმართავ დღილაკს. მოდი ეხლა იცი რას გავაკეთებ? აი აქ შევქმნი რამე divs. რომელსაც მივცემ class. ალბათ მაგარი. მოდი აი ამ divs უпростоრად allos მივმართავ და ვეტყვი რომ სიგანე ექნება 300 პიქსელი, სიმაღლე ექნება 300 პიქსელი, background color-ი ექნება orange. გადმოვიდეთ და ვნახოთ ეს div. სად არის ეს div? დავიდა. მას მივწერე allos მივმართე, nice. Hellos. ხო. ნახეთ ჩვეულებრივად გამოვიდა ეს div, მაგრამ მე თუ მივმართავ ზოგადად divs, ნახეთ თან ჩვენ ხო ვიცით რაც უფრო ქვემოთ როდესაც დაუწერთ რაღაც მნიშვნელობას ის ზემოდან გადააწერს. ამ მნიშვნელობას წინ დაწერეთ მნიშვნელობას. მაგრამ მე რო background color-ი მაგალითად აი აქ დავწერო blue, ეს არ იმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ კლასზე მიმართვა ზოგადად არის უფრო პრიორიტეტული ვიდრე ზოგადად tag-ზე მიმართვა. ნახე მე რეალურად tag-ს მიმართე და class მიმართე. ამიტომაც კლასის მიმართვა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც მე რა ID უფრო მაღლა დგას ვიდრე კლასი? ID კი. ID უფრო მაღლა დგას div-ზე, class-ზე და რას ვამბობდი? თუ მოიცადეთ ზუსტად აღარ მახსოვს, გონი თანასწორი პრიორიტეტები ქონდა. ერთ წამოდი შევამოწმოთ. მოდი ID-საც მივცემ. ID მაგალითად hello. ავაზუსტებ ახლა ამ ყველაფერს ზემოდან და ზემოთ დავწერ hello. მიმართავ და hello დავაკეთებ class. მაგალითად background color green. ID-ს უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს, დავაზუსტეთ. უცბად ეჭვი შემეპარა რატომღაც. ხო, და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ღილაკს მივმართავდით. აი აქ მივმართავთ უბრალოდ tag-ის სახელით. ნუ იდეაში ჯობდა რომ ახლა კლასი მიგვეცა და კლასის საშუალებით გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. მაგრამ რატომღაც tag-ების საშუალებით გადავწყვეტე და რადგან tag-ით მიმართე, აი ეს ჯერ კლას მიმართე, ნახე კლასიდან მიმართვა დავიწყე რა და მე მიმართე ღილაკს. აი ეს კლასის მიმართვა ჩათვალა უფრო პრიორიტეტული, ვიდრე აი ეს დაწერილი. და ზოგადად important-ს, როდესაც ვუწერთ რამე ელემენტს, ამაზე მაღალი პრიორიტეტი აღარც ერთ ელემენტს აღარ ექნება. ნუ ექნება იმ შემთხვევაში თუ ქვემოთ იგივეს დავწერო, ოღონდ იმასაც important-ს დავუწერ. აი ახლა მაგალითად ანალოგიურად რო დავწერო disabled და მაგალითად background color-ი მაგალითად blue-ი რო დავწერო. და მე important აი ეს გახდება მარტო აი ამაზე პრიორიტეტი. დანარჩენი ვერაფერი. მადლობა. არაფერს. ხო, იდეაში რაზე გავჩერდით ბოლოს? ხო, ღილაკი გავთიშით. ანუ შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი ფორმას ვერ დაასაბმითებს. ასევე ჩვენ შეგვიძლია აქ მაგალითად რამე alert-ით უთხრათ if this form invalid ან იდეაში რანაირად იქნება forma invalid, ანუ ამ ფუნქციას ვერ გამოვიძახებთ ვერანაირად თუ forma invalid იქნება. ამიტომაც არანაირი შემოწმება შეგვიძლია არ დავუყენოთ. და კიდევ ახლა აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, იდეაში ყველაზე საინტერესოზე შეგვიძლია ნელა გადავინაცვლოთ უკვე. და მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მე შევქმნი ახლა აი ამ input-ის ქვემოთ divs. კიდევ ერთ divs, რომელსაც ნახეთ ng-if დირექტივიდან გამომდინარე ვეტყვი ესეთი რაღაც. თუ ჩვენი ფორმა, ანუ forms უნდა მივწვდეთ და ნახეთ get. ანუ ფორმის მნიშვნელობები შეგვიძლია მივიღოთ აი ამ
get მეთოდის საშუალებით. და ნახეთ ჩვენ იდეაში ახლა დაგვჭირდება რომ მივიღოთ იმეილი, ანუ იმეილის კონტროლერთან მუშაობთ და შესაბამისად აი აქ იმეილს გავუწერთ და იმეილთან წვდომას მივიღებთ და წერტილის საშუალებით შეგვიძლია ახლა კონკრეტულად ინველიდს მივმართოთ. მაგრამ აი აქ გვიწითლებს, იმიტომ რომ გვეუბნება აი ამ მეთოდმა შეიძლება ნული დააბრუნოს, ამიტომაც აი აქ კითხვის ნიშანს დავუწყე. და ნუ ჯერჯერობით აი აქ რაღაც გამარჯვებას შევწე. და გადმოვალ და ნახეთ გამარჯობა გამოგვდის იმ შემთხვევაში ნახეთ form get email ანუ ფორმის კონტროლერს მივწვდი და ნახე ინველიდი იყო თუ არა. ინველიდია ეს მნიშვნელობა და დაგვიბრუნდა ჩვენ აქ true და რას ნიშნავს ახლა აქ true რო გამოგვიდა? აქ თუ true გამოგვიდა ჩვენ ვიცით რომ ngif-ში თუ true მნიშვნელობა იქნება კონკრეტული ელემენტი გამოჩნდება, თუ false იქნება აქ ჩაწერილი მნიშვნელობა ის ელემენტი გაქრება. მაგრამ რადგან ეს ელემენტი არის ახლა ინველიდი, შესაბამისად ეს დივი გამოდის. აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვალიდაცია გავიაროთ და ნახეთ, მაშინ ეს დივი გაქრა. ანუ აქ შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რაღაც, პარაგრაფის სახით ჩავწეროთ enter and მოიცადეთ value is empty. და მაგალითად value is empty გამოგვივა, მოდი აქ პარაგრაფს შეგვიძლია უბრალოდ ჯერჯერობით color red მივცეთ, ანუ წითელი გაფრთხილების ვარიანტში და მაგალითად 5 პიქსელი ზემოდან. და ნახეთ value is empty. როგორც კი ჩავწერთ, ნუ აი აქ ნახეთ ზოგადად ერთი პრობლემას შევქმნით ახლა ნახეთ. ნუ იდეაში ორი ვალიდატორი გვიყენია ჩვენ. ერთი ვალიდატორი არის ის რომ შეიძლება input-ი ცარიელი იყოს, მეორე ის რომ იმეილის ტიპი არ იქნება. როგორ გავაკეთოთ ისე რომ ორივე ვალიდატორს მოვერგოთ? შეტოვე ამ ძიმეს გამო, ხომ ძიმეს გამო ვერ გავდივართ ვალიდაციას. კარგი. ნახეთ ახლა ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჯერ უთხრათ რომ თუ ზოგადად ინველიდი იყო, აი ეს კონკრეტული ნიშნულობა. ამ შემთხვევაში მოდი ზოგადად ეს დივი გამოვიტანოთ, მაგრამ ორი თეგი შევქმნათ, ორი პარაგრაფი, რომელ პარაგრაფებსაც ნახეთ ერთზე იქნება enter correct email, მეორეზე value is empty. ანუ ვეუბნებით რომ ველი ცარიელია, უბრალოდ value კი არა. ხო, ველი ცარიელია და მეორე იქნება შევიყვანეთ კორექტული email. ანუ ჯერ პირველ რიგში ორივე არ გვინდა რომ გამოგვიდეს, ხო? ერთი უნდა გამოვიყვანოთ კონკრეტულად. ამიტომაც მოდი კიდევ ერთხელ ფორმას დავასაბმითებ მე და ერთ რაღაცას განკრით. აქ გვიწერია ლოგიკა ფორმის დასაბმითების, არა, თვითონ მოდი ფორმას დავასაბმითებ. და მოდი შევხედოთ ახლა ესეთ რაღაცას. ვიცით, დროებით აი ამ disable-ს გავთიშო. რაღაც დაგჭირდება ახლა, ანუ ჭირდება რომ დროებით არასწორი ფორმა გავაგზავნო. და აი აქ ცარიელს დავტოვებ. Submit. გავხსნი ჩვენს form groups. errors-ი. ვა. errors-ზე ნულს რატო გვიწერს? ერორები ხო გვაქვს? ერთი ტამით, ესეც რაღაცას გავაკეთებ მე ახლა. ჯერჯერობით თქვენ შეიძლება ვერ მიხვდეთ ამას. პარაგრაფს გავაკეთებ და JSON pipe-ში გავატარებ. Okay. ო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ იქ ერორში არაფერს არ გვიჩვენებს, მაგრამ ეხლა მე უბრალოდ აი ამ კონკრეტულ ობიექტს მივწვდი, ანუ იმეილის ერორებს. მოდი აბა ერთ სამი უბრალოდ კონსოლში ერორს დავლოგავ.
errors და ზოგადად ფორმას. და ორივე ვნახოთ ახლა. დავასაბმიტებ ორივე ფორმას, errors-ზე 0-ს მიწერს. კიდევ 0-ს მიწერს, აქაც 0. მაგრამ რეალურად error-ები გვაქვს. ამ ყველაფერს ვადასტურებ, აი ეს იყოს. მაგრამ აი აქ თუ errors ვნახავთ ამ ობიექტისას. კონკრეტულად კონტროლერის error-ებში უნდა ჩავსულიყავით ბოდიში, მეგობრებო, ეხლა მე ვადავირიე ნახეთ, controls-ში უნდა იყოს და email-ის კონტროლერს თუ გავხსნი, აი აქ გვექნება error-ები. ნუ ცოტა ღრმად ჩავედით. ანუ რეალურად ნახეთ მე აი აქედან გამომდინარე, აი form get email-ზე რას გულისხმობ. აი ამ ობიექტის რომელთვისებას მივწვდი. ნახეთ ეს თლიანი form ხო, თლიანი ობიექტია. ნახეთ control-C და email-ს მივწვდი. email-ის error-ებს. და ნახეთ required-ზე, ანუ error-ებში. არის true, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს error-ი გვაქვს, კი, ან გვეუბნება, რომ required-ის error-ი არის. კარგი, მოდი რამეს ჩავწერ. ნუ აი აქ ეს ყველაფერი ნახეთ უბრალოდ პარაგრაფში გამოვიტანე, აქ რასაც დაგვიწერდა. და რამეს თუ შევცვლი, ნახეთ, ეხლა error-ებზე გვიწერს, რომ email-ი არის true. password-ზე. აუშვი, ნუ აქ არაფერი არ გამოყავს. მოდი password-ზეც გავაკეთოთ ანალოგიურად. მოდი ამ ყველაფერს დროებით გადავაკოპირებ ქვემოთ. ან იდეაში უბრალოდ აი აქ email-ს password-ით ჩავანაცვლებ. და ეხლა ვნახოთ ესეთი რაღაც. ეს password-ის მნიშვნელობა გამოაქვს და ნახეთ რამეს ჩავწერ და ნახეთ მინიმალური სიგრძის error-ი არსებობს. required length, ანუ საჭირო სიმბოლოების რაოდენობა არის 6-იო და actual length, ანუ კონკრეტული სიმბოლოების რაოდენობა ეხლა არის 1. ნახეთ აქაც იმ error-ებს ვიღებთ. აი აქ როგორ იზრდება. და საბოლოო ჯამში, როდესაც არანაირი error-ი გვექნება, მივიღებთ 0-ს. ამიტომაც ამ error-ებიდან გამომდინარე რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა ამ პარაგრაფს ვეტყვი. მოდი ამას დროებით დავაკომენტარებ, ეს არ გვჭირდება. ნახეთ, ng-if, ანუ ეს პარაგრაფი გამოვა იმ შემთხვევაში თუ form get, ანუ ისევე მივწვდეთ emails, მივწვდეთ კითხვის ნიშანი და errors, წერტილი errors და შემდეგ უკვე უნდა მივწვდეთ ესეთ მნიშვნელობას, როგორიც არის required. წერტილი და required. ანუ აქაც კითხვის ნიშანი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამაზეც გქონია errors. ანუ აქ იდეაში მასივის ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ და მერე შემდეგ ბრჭყალებში უნდა დავწეროთ ის მნიშვნელობა, რასაც უნდა ჩავსვდეთ. და შემდეგ უკვე ანუ აქ error-ებში required-ი თუ დააბრუნებთ true-ს, ამ შემთხვევაში ვეუბნები, რომ ეს გამომიტანე. მოდი შევამოწმოთ ახლა, ნუ აქ email-ს ჩავანაცვლებ parole-ს. და მოდი ვნახოთ. ნახეთ required-ზე გამოაქვს true. ამიტომაც required-ზე ეს თუ ჩვენ გვიბრუნებს true-ს, შესაბამისად ეს პარაგრაფი გამოვა. მოდი ახლა აი ამ ng-ს დავაკოპირებ მე, აი ამ პარაგრაფს მივმართოთ და უთხრათ error-ებში თუ email-ის პრობლემაა, მაშინ აი ეს კონკრეტული პარაგრაფი გამომიტანე. მოდით აი ამ პარაგრაფს დავაკომენტარებ ახლა მე და შევამოწმოთ ესეთი რაღაც. Field is empty. ხო, ნუ ეს ნახეთ ახლა ესეთ პრობლემას შევეჩეხეთ ჩვენ რომ აქ ვიღებთ ესეთ პრობლემას რომ იდეაში როგორც input-ის border-ზე გქონდა. ჩატკაპებული არ გვაქვს, მაგრამ მაინც გამოაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი უთხრათ ახლა, რომ ეს divი არც გამოგვიტანო, არ გამოგვიტანო. თუ მაგალითად აი აქ ნახეთ end ოპერატორს დავწერო or ampersand-ს. და ნახეთ form get email და კითხვის ნიშანი წერტილი touched. ნუ თუ შევეხეთ ამ inputs, მარტო მაგ შემთხვევაში გამომიტანეთ. იდეაში ეს უთხარი და ნახეთ თავიდან არაფერი არ გამოაქვს, ახლა ჩავაწყაპე აუშვი და ნახეთ field is empty. მეუბნება რომ input-ი ცარიელია. ახლა მოდით რამეს ჩავწერ და ნახეთ enter correct email. შევყვანეთ კორექტული email-იო.
მოდი შევიყვანოთ კონკრეტული იმეილი და როგორც ხედავთ ჩვენი აი ეს პარაგრაფი გაქრა. შესაბამისად უკვე ვალიდაციად გავიარეთ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ანუ რეალურად ამ ყველაფრის საშუალებით ჩვენ უბრალოდ მომხმარებელს ვანიშნებთ თუ რაშია პრობლემა და რატომ ვერ გადის ვალიდაციას. თავიდან ვეუბნებით რომ ეს ფილდი არის ცარიელი, შემდეგ კორექტული იმეილი უნდა შეიყვანოს. იდეაში აი ეს ლოგიკა გვაქვს ახლა ჩვენ. მოდი პაროლზეს ანალოგიური შემოწმება დავაყენოთ, ანუ input-ის ქვემოთ შევქმნი პარაგრაფს, უпростоრად divs. რომელ divs-შიც შევქმნი ორ პარაგრაფს. მოდი ჯერ ვუთხრათ, რომ აი ეს ng-if div-ი გამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ form get მივუწვდეთ ახლა passwords, ანუ პაროლის ვალიდატორს, კონტროლერს უпростоრად ბოდიში და თუ არის invalid. ეს კონტროლერი თუ არის invalid, ამ შემთხვევაში გამომიტანე და თუ ასევე form get password არის touched. მაგ რა თქმა უნდა კითხვის ნიშანი უბრალოდ touched-მა შეიძლება ნული დაგვიბრუნოსო ამ ობიექტმაო და უბრალოდ კითხვის ნიშნები ასე ვთქვათ მექანიკურად დავწეროთ და ამაზე არ ვიდარგოთ. და პარაგრაფებში მოდი ჩავწეროთ. ჯერჯერობით მოდი ეს რაღაცას ჩავწერ. Field is empty, როგორც იმეილის შემთხვევაში იყო და მეორე პარაგრაფზე ჯერჯერობით length ჩავწერ, ანუ სიგრძეს. და ამას მე ძალიან საინტერესოდ დავაკორექტირებთ. და მოდი თავიდანვე საერთოდ დავაკომენტარებ. და ეხლა ამ კონკრეტულ პარაგრაფზე უთხრათ ng-if, ანუ ეს პარაგრაფი გამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ ფორმას მივუწვდეთ form get password-ის controllers, კითხვის ნიშანი ნული რო არ დაგვიბრუნოს და მივუწვდეთ errors, ანუ ერორებში, თუ ჩვენ გვიბრუნდება required true. ნუ აქაც წერტილი კითხვის ნიშანი და წერტილი გამომრჩა. და მოდი შევამოწმოთ ახლა ეს ყველაფერი. ჩავაწყაპე ავუშვი, გამომივიდა field is empty. ჩავწერე რაღაც, გამიქრა მაშინვე შეცდომა. და მოდით ასევე აი აქ ესეთ რაღაცას დავაყენებ მე ახლა. Min length-ში მაგალითად 8 სიმბოლო იყოს 6-დან ცოტა. და ეხლა ნახეთ ამ პარაგრაფთან რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი აი ამას მე აქედან ამოვჭრი და გადმოვიტან პაროლში. რომ რაღაც მინდა შევამოწმო ახლა. მოდი ამას ჩავკეცავ, ეს გავასწორებ. თითქმით მოდი აი აქ ეხლა მე გამოვიტან email-ს არა passwords და errors-ში გამოვიტან კითხვის ნიშანი წერტილი min length. მოდი ნახოთ min პატარა ლათი უნდა დაგვეწერა მგონი თუ არ ვწდები. არა, მოდი კაი უბრალოდ errors-ი გამოვიტანოთ და იქიდან გამომდინარე ვნახოთ. Okay. Required true, დავწერ ეს და min length, ხო, პატარა ასოებით უნდა დამეწერა. და მოდი უთხრათ, რომ აი ეს გამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ form get password parolში არის კითხვის ნიშანი error-ებში, კითხვის ნიშანი წერტილი ისევე, აი min length-ის პრობლემა. მოდი შევამოწმოთ ჯერჯერობით min length-ის პრობლემა, აი აქ ვიწერს length-ო. Okay, თუ წავშლით, რა თქმა უნდა, არაფერს არ დაგვიგებს. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს უთხრათ, რამდენი require 8 symbols, 8 სიმბოლოა საჭირო. Actual length, ანუ ეხლა სიმბოლოების რაოდენობა და აი აქ დავუწეროთ რამდენია სიმბოლოების რაოდენობა. როგორ უთხრათ რამდენია სიმბოლოების რაოდენობა? ნახეთ ეხლა
ჩავწდები forms, მერე get, მერე password, შემდეგ errors, ის ნიშანი, წერტილი, იქ ის ნიშანი, აქაც min lens ამოვაკოპირებ და min lens-ში კიდე არის ესეთი მნიშვნელობა, როგორიც არის actual lens. ანუ აქაც პატარა ასოთი უნდა დამეწერა, აქაც კითხვის ნიშანი დაგჭირდება. აი, შენ. მოდი ვნახოთ. რაღაც ჩავწეროთ. დიდი ლითი უნდა დამეწერა ახლა აქ. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება. ხო, იდეაში აი ამას დროებით ისევე დავაკომენტარებ ამ JSON tips. და ნახეთ, იდეაში ვეუბნებით, რომ field is empty, required 8 symbols, actual lens 1 და ნახეთ, რამდენსაც ჩავწერ 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. მაგრამ ერთი ახლა ესეთი პრობლემა გვაქვს, რომ აი აქ ჩვენ გვიწერია 8 სიმბოლო, მაგრამ აი უცბად რომ აქედან შეიცვალოს სიმბოლოების რაოდენობა და მაგალითად გახდეს 6. ხო, ნუ აქ ჩვენ ისევე სტატიკურად გვეწერება 8 სიმბოლო. ამიტომაც ჩვენ მოდი აი ეს გავხადოთ დინამიური, ანუ ამის შეცვალზე დამოკიდებული გავხადოთ, ანუ როგორც სად გვაქვს? აი ამ form get password errors min lens-ში არის actual lens, ასევე არის required lens-ი. ანუ საჭირო სიმბოლოების რაოდენობა. ამიტომაც ეს უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ. და აი აქ რვიანის მაგივრად ჩავწეროთ. ნუ კოდი ცოტა გაიწელა ეხა, ცოტა გართულდა, მაგრამ რაღაც ესე required lens. და მოდი ახლა ვნახოთ, რამდენ სიმბოლოს დაგვიწერს? 6. და მე რომ გადმოვიდე და აი აქ შევცვალო, რა თქმა უნდა, იქაც ავტომატურად შეიცვლება. ნიშნულობა მაგალითად აუშვათ და აი აქაც შეიცვალა 8 სიმბოლოთი. ხო, იდეაში აი ეს ლოგიკა, მეგობრებო, მესმის ახლა პირველი ნახვით ამ ყველაფერს კარგად ვერ გაიგებდით, ნუ რაღაც კითხვები გექნებათ ალბათ. გააქვთ რამე კითხვა? ვიცი ამ შემთხვევაში რა აი ეხლა დაკომენტარებული კოდი როა JSON-ის წირო ხაზი წერია, ეგ სულ მაინტერესებს ხოლმე, ანუ გამყოფია თქვა ორი ფუნქციის თუ ეს ხაზი, ეს ისი რა არის? ეს არის pipe. ანგლუარში pipe-ები გვაქვს, მაგაზე ვისაუბრებთ. აი მაგალითად ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მოდი გავაკეთოთ. და შევქმნი რამე ობიექტს იმაში. არა, უბედურობა ქვია, დამოვიწყო სიტყვა. TypeScript-ში. მოდი რამე იმას გავაკეთებ, object, მოდი ჯერჯერობით ვეთქვი, რომ ამის მნიშვნელობა იქნება in. და ნახე, აი აქ მოდი უბრალოდ engine-ში გავაკეთებ. This objects გადავცემ ესეთ მნიშვნელობას. აი ამ objects მაგალითად name რაღაც საკი რაღაც რაღაც. ხო, ეხლა ნახე, ეს სვლადი არის ობიექტი. მაგრამ ჩვენი ობიექტი თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ მაგალითად აი აქ პარაგრაფში, ანუ object რო გამოვიყენოთ, უბრალოდ ეს ჩვენი სვლადი. ნახე როგორ გამოვა object-ობიექტის სახით. იმიტომ რომ იდეაში ინტერპოლაცია კონკრეტულად ვერ განსაზღვრავს ამ ყველაფერს. შესაბამისად, ხო, შესაბამისად გამოაქვს აი ესეთი ტიპით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ აი დავუწეროთ ესეთი ხაზი და JSON-ი
და შესაბამისად აი ამ ყველაფერს გადაგვიკეთებს ობიექტად. ნახეთ, name, ანუ როგორც პირობითად JSON ტიპის ფორმატად გადავაკეთოთ რა. იდეაში JSON პაიპია ხო. ნუ JSON-ად გარდა აქცევს ამ strings. ეხლა უცბად იმის ახსნა მინდოდა რომ მეთქი აი JSON იმად აქცევს ხო, მაგრამ იდეაში ხო აი აქ JSON გვიწერია. ხო, ან JSON-ად გარდა აქცევს ამ ყველაფერს და JSON string-ად გამოყავს. რომ აი აქ ნახოთ, წეღანაც აქ მაგას ვამოწმებით, ნახე, ეს ფორმა რომ დავასაბმითოთ. ნახე, აი აქ ხო ჩვენ controls-ზე ვწდებოდით, ანუ form.get რო წერ, ვეუბნები რომ რომელიღაც controls უნდა მივწდე და მე ვწდებოდი emails, ნახეთ, მივწდი emails. მე წერტილის შემდეგ ამ ობიექტის რათვისებას უნდა მივწდეთ. email-ის შემდეგ იმას რა ქვია. errors. მაგათ მივწდი errors და მაქვს აქ required-ი. მაგალითად ეხლა აქ თუ რამეს ჩავწერ და სამის დავაჭერ errors-ში იქნება ეხლა email-ის errors-ში იქნება email true. ანუ email-ის ვალიდატორის შესწავლა. ხო, და ამ ყველაფრით მე უბრალოდ ამ values ხო, აი ამ objects, ეს ობიექტი გამომქონდა HTML-ში JSON ტიპის სახით, რომ გვენახა უბრალოდ ეს ობიექტი ამ კონკრეტულ მომენტში რა შეიცავდა. ანუ აი ესეთ შემთხვევებში შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ JSON pipe-ი. სხვა პაიპებიც არსებობს, მაგას განვიხილავთ აი მაგალითად 50 მაგალითად და occurrence. და ნახე მაგალითად 50 დოლარი მაგალითად ევროს თუ დაუწერთ აქ, თუ მეცადეთ ერთ წამი აქ. რატო? ორი წერტილი და შემდეგ ბჭყალები და თუ დაუწერთ მაგალითად ევროდ გადააკეთებს. მაგალითად აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ქართული. 10 ლარი მაგალითად. გელზე არ შვება. გელზე უბრალოდ გელს. სხვადასხვა პაიპები არსებობს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვარიანტში გავიადვილოთ საქმე და კიდე დამატებით შესაძლებლობები გვაქვს რა. ამ შემთხვევაში ამას ნიშნავს, მაგრამ კიდე სხვათა შორის ერთი შესაძლებლობა გვაქვს, აი ამ ასე ვთქვათ, ხას ვეძახი ხოლმე მე ამ ჯოხს. ეს რა შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ, აი მაგალითად ჩვენ გვაქვს სვლადი. რაც value. მაგრამ ეს value შეიძლება, მოდი ჯერჯერობით ვეთქვი, რომ number-ი იქნება. და ჩავწერ 5-ს. ხეთ? ანუ values ვეუბნები რომ მნიშვნელობა ექნება 5. მაგრამ პირობითად ესეთი სიტუაცია მაქვს, რომ არ ვიცი მე აი ამ value სვლადში რიცხვს მივიღებ თუ strings. ამ შეიძლება string-ი წამოვიდეს, შეიძლება number-ი წამოვიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ შეიძლება number ტიპი დამიბრუნოს, შეიძლება, ნახე, ეს ჯოხი და string-ი. ანუ ვეუბნები რომ ორივე ტიპი შეიძლება იყოს. აქ შემიძლია ეხლა მაგალითად ესე ჩავწერო, ან შეიძლება საერთოდაც 0 დამიბრუნოს. ან შეიძლება undefined იყოს. შეიძლება boolean-ი იყოს. ან შეიძლება any იყოს. ანუ ამ ჯოხის საშუალებით შეგვიძლია დავწეროთ კიდევ რა ტიპი შეიძლება ტიპის ინფორმაცია შეიძლება მიიღოს აი ამ კონკრეტულმა სვლადმა. ეში ეგ არის. ნიკა რაღაც კითხვა გინდოდა მგონი შენც. მე არ მქონია კითხვა, ჯერ. ოკეი. ხო რაღაც ამბობდი და ვეღარ იმას ვქენი და მეკითხა. არ ქონდა. მე რო ანუ ჩანაწერის მე ალბათ უფრო მექნება თქო ჯერ. კიდე თავიდან რო უყურებ, მე ვნახოთ. ხო. ოკეი. ხო, ნუ მე თუ გაგიტათ გამეკითხვა, აუცილებლად მომართეთ. ისა იდეაში რას ფიქრობთ Angular-ზე ძალიან ხო არ ჩამორჩით ვინმე რამე ასეთი თემა, იმიტომ რომ
რაღაც აქტიურობა თქვენმა აქტიურობამ მოიგო. იმიტომ რომ ხო რაღაც ცოტა ამბობთ დროს მე პირადად ძალიან ზარმაცობ. დუნდი რაღაც და აღარც უყურებ ხოლმე ლექციებს განულს. აი რაღაც აი ის მთელი თვე ისეთი ის მქონდა რომ აი ყოველ შაბათ-კვირას რაღაცა საქმე მქონდა და აი ქალაქგარეთ ვიყავი გასული და აი ვეღარ მოვიცალე რა და აი ამიტომ და ეხლა რა ვიცი ამ შაბათ-კვირითაც წესით უკვე უნდა ჩავდგე ისე რეჟიმში და დავიწყებ ყურებებს საკმაოდ დამიგროვდა და კი, არა ძალიან დამიგროვდა, თორე ვერ დავწერ საერთოდ პროექტს. შანსი არ მაქვს თუ არ იმას თქვენი ხო? 26 დღე დარჩა, 25 დაახლოებით და უკვე და დავეციო როგორ კი. ხო, ვინმე სხვა არ დაუწყია პროექტის წერა. ახლა რა გირჩევიათ ვინ რომელს გააკეთებთ? არ დამიწყია, მაგრამ სადმე ასე. როგორ? სადმე ბოდიში საშინაო დავალების გრაფაში ავტვირთე. წინა საშინაო დავალება რა. ისე საინტერესოდ ახსენი მატარებლები რომ რა ვიცი, გავიქჩინე. კი, ძალიან კარგი იქნება, მაგას ვდაწერ გიორგი. არ დამიწყია, მაგრამ ეხა დავიწყე. აი მან რაღაც მომენტებში ძალიან ტრიალს დაიწყებ, ოღონდ არ შეგეშინდეს რა. ანუ იტრიალებ ერთ ადგილას რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ვერ გაიგებ ეს როგორ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ კომპლექსური არის ალბათ რა ერთმანეთზე არის ეგ ყველაფერი აწყობილი რა. ანუ ნელ-ნელა ინფორმაციებს აგროვებ და ამ დაგროვებულ ინფორმაციებს შემდეგ უკვე საერთო ჯამში იყენებ. ისე სხვათა შორის ვიზუალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ დაახლოებით როგორი უნდა იყოს თქვენი პროექტი. მთლიანი საიტიც არის. Swagger-ს თუ მოვაშორებთ, ანუ იქ ხო ლინკი არა Swagger-ზე. Swagger. აი ჯის შემდეგ რაც წერება ყველაფერი წაშალეთ და მანდ იქნება ის რა. ანუ ესეთი ტიპის პროექტია, ვინც არის. ნახეთ, აი აქედან ერჩო მაგალითად თბილისიდან მინდა გასვლა. ნუ ეს ფილტრაციებია ძირითადად აქ რა. გამგზავრების თარიღი. მაგალითად 13 მგზავრობის რაოდენობა 2 და მატარებლის მოძებნა. ოკეი, ეხლა ჩვენი გაგზავნილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე მოვიძებნეთ მატარებლები. მაგალითად ეხლა ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ, მაგალითად ეს ავირჩიეთ და გადმოვედით აი ამ გვერდზე, რომელზეც უნდა დავჯავშნოთ ეხლა სახელი გვარი, ოღონდ თან ნახეთ, სად იყო აქ ადგილის არჩევაც არის რა. პირველი კლასი, მეორე კლასი, მესამე კლასი, მაგალითად პირველი კლასის A2 ადგილი და რაღაც ეს ადგილი მაგალითად. ესე უნდა ავირჩიოთ ადგილები. შეგვიძლია ადგილების არჩევა. ამ პროექტის თუ გააკეთებთ ძალიან მაგარი იქნება, დამჯერებთ, ძალიან კარგი ეფექტს მოახდენთ. მაგრამ ბილეთის რეგისტრაცია, ნუ ეს ნახეთ ვალიდატორი. მოხდა შესწორება, ყველა ველი აუცილებლად უნდა შეივსოს. მოდი აბა რამე დავარღვიოთ. ეხლა ამაზე თუ გვეტყვის რამეს რომ რეალურად პირადი ნომერი ხო რიცხვები უნდა იყოს და ამაზე ვალიდატორი. ხო, და მე მოდი კორექტულად ჩავწერ. აი ნახეთ რა ცუდი პრობლემაა ეხლა აქ. რა გავიხარის პრობლემა? სად არის შეცდომა? აი მოდი აბა. gmail.com ჩავწერ, აი ტელეფონის ნომერი. აი აბა ეს თუ გაგვატარებს. არც ახლა არ გვატარებს. აი მოდი აბა რაღაცა 01 ზა ეს მეძე აღარ გვატარებს. კაი, მოდი აბა ეხლა ბილეთის რეგისტრაცია ახშო. ანუ ეს პრობლემა იყო და 11 ციფრის ისადებს შეზღუდვა? როგორ? პირად ნომერზე მაგალითად 11-ზე ზევით თუ აღარ გაგატარა. და თუ დავუშვათ უცხოელს უნდა შეძენა, მაგ შემთხვევაში გამოდის რომ ვერ შეიძლება. იდეაში ხომ ასე გამოდის. ანუ ეს იდეაში სატესტოა უბრალოდ რა API-ების მექანიზმის. და კიდე ერთი რაც უნდა იყოს ბილეთების შემოწმება, დაბრუნება. შემოწმებ ბილეთ ნომერს და აჭერ შემოწმებას და მე ერთად შეგეძლება დაბრუნება. ანუ იდეაში გადავხდით.
გვაქვს ყველაფერი, სადგურები, მატარებლები, კონკრეტული მატარებლის მიღება აიდიდან გამომდინარე, ვაგონები, ვაგონის მიღება აიდიდან გამომდინარე, გამგზავრება, ეს გამგზავრებები, ბილეთის დარეგისტრაციის ან post request-ი რო გააგზავნო, რომ ბილეთი დაარეგისტრირო, ბილეთის შემოწმება, ბილეთის დადასტურება, ეს ყველაფერი სადაც წინასწარ გამზადებულია, ხო? კი, სერვერებზე არის ეს ნაწილი, ხო. და ჩვენ უბრალოდ სწორად უნდა გამოვიყენოთ. იდეაში აი სულ gate post-ი და delete-ის გამოყენება გჭირდებოდა. იდეაში აი delete-ს აგიხსნით მე, delete არ მინახიებია, ხო, პრაქტიკაში მგონი. არა. იდეაში ნახეთ როგორი ვარიანტია. შეიძლება კი, უბრალოდ არ მახსოვს, შეიძლება კი. ანუ უცბად მაგალითს განახეთ ახლა რა. აი მაგალითად დავაინჯექტებ ორი ტემით კონსტრუქტორს. საშუალებით უბრალოდ და რამე დავუშვათ ისეთი საიტის გაკეთება თუ მინდა რაც არ არის მანდ მაგ სატესტო იმაზე ვერ გავაკეთებ ხო რადგან წინასწარ არ არის მოცემული გამზადებული. ანუ ესეთი ისინი რომ არ იქნება გამზადებული მე იცი რას გასწავლით ერთი ლექცია მაგისტრის გადავდოთ იდეაში ნუ სილაბუსში არ გვაქვს მაგრამ მე განახეთ ნახეთ Firebase არის ესეთი Google-ის პლატფორმა აჰა და აქ შეგვიძლია ის რაღაც გაკეთება ნახეთ რაღაც პროექტი შევქმნათ რაღაც სახელი დავარქვათ ჭირდება create project-ი გიორგი შენ მანამდე თუ გინდა კითხე რა გაინტერესებს საშინაო დავალებაზე ნერდეს დაგენერდა ახლა და ნახეთ რა არის ეს ახლა ძალიან მაგარი რაღაც არის ალბათ აი აქ შეგვიძლია ანუ რას ვაკეთებთ აი აქ რა თქმა უნდა ვიფსავრიჩებ ამას მე დეტალურად გამიხილავთ ერთად ტესტ და აი აქ გვაქვს ახლა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც აი მაგალითად real-time database. შეულებრივი სასერვეროა, ანუ მაგალითად შეგვიძლია მონაცემთა ბაზა შევქმნათ, სადაც მონაცემები გავაგზავნოთ, ანუ მონაცემები წამოვიღოთ, და აი მაგალითად პირობითად ჩვენი კონკრეტული ონლაინ მაღაზიის გაკეთება გვინდა, აი ნახეთ უკვე API მოცემული გვაქვს, ანუ ამ API-ზე შეგვიძლია გავაგზავნოთ, აი მაგალითად მულის მაგივრად ჩავწერებ პროდუქცი. აი აქ დაემატება ახალი გრაფა, რომელიც იქნება პროდუქტებისადმი. შეგვეძლება შევინახოთ ეს პროდუქტები ამ მონაცემთა ბაზაში, მე ეს პროდუქტები წამოვიღოთ, შევცვალოთ, დავაკორექტიროთ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა გვაქვს. აქ ასევე ნახეთ აუდენტიფიკაცია. აქ შეგვიძლია ჩვენ პროექტში აუდენტიფიკაცია დავამატოთ. და ნახეთ, აი აქ შეგვიძლია ავირჩიოთ რის საშუალებით გვინდა ავტორიზაცია რომ გაიაროს მოხმარებელმა. ანუ ეს დამატებით პროვაიდერები, Google, GitHub და რაღაცეები, ნუ ტელეფონის ნომრით ანონიმუსად რო შემოვიდეს, იმეილი და პასვორდი, მაგალითად ჩავხტავს saves და ნახეთ შემიძლია ან ჩემი დავამატო ახალი პროვაიდერი აუცილებლად აქედან კი არა საიდან გვემატებოდა აი users ან შემიძლია ჩემით დავამატო ახალი მომხმარებელი ან პარალელურად შევთავაზოთ ეს დაუშვათ რაღაც Facebook-ით გავლა აკრედიტაციის ხო ან ჩვეულებრივად მე ახლა ზუსტად აღარ მახსოვს სად ინახებოდა იქ სად მოგვიგზავნა ხო ანუ სერვერზე შეგვეძლება ანუ ჩვეულებრივად როგორც წინა ლექციაზე გავაკეთეთ რომ ეგრესზე აი ნახეთ ავტორიზაციაზე ხო ვაგზავნით request-ს
არის აი საინაპზე request ხო ვაგზავნით. ანალოგიურად შეგვეძლება აი აქ request-ი გავაგზავნოთ, მაგალითად email-ს ჩაწერს მოხარებელი, parol-ს ჩაწერს და აი აქ გამოიგზავნება, მე აი აქ user-ში დაემატება ჩვეულებრივად. და აქედან გამომდინარე უკვე მაგალითად დალოგინდება, მე ავტომატურად მიიღებს ავტორიზაციის ტოკენს და ასე შემდეგ. რა ნუ ყველაფერი შეგვიძლია ეს ამ ყველაფრის რეალიზება შეგვიძლია database-ში, Firebase-ში. ამიტომაც თქვენითაც თუ დაგჭირდებათ აქედან შექმნით. ხო, აი შემდეგ ლექციაზე კიდევ მაინც არის ახლა და ამ შემდეგ ლექციაზე იდეაში ამასაც განახთ უცბად გადაურგენ ამას. და მე უკვე აი მაგალითად delete და ისინიც განვიხილოთ. კარგი. გიორგი, შენ საშინაო დავალებაზე რო გჭირდებოდა დახმარება? აქ ხარ? კი, მოდი ეკრანს გავაზიარებ მაშინ. კი, მედი აბა. წამით. გავაკეთოთ. ora, ორი კითხვა მაქვს რა. ერთი წინა გაკვეთილზე კი აი ნახე როგორც მოვაგვარეთ რა, აი ნახე განახებ. აი ეს ამას ვაკეთებ. აი ეს რა არ მეკრითება და მე რეფრეს რო დავაჭერ არის რა და მახსოვს ანუ იქ HTML კოდში ცვლად რო ვქმნიდით კითხვის ნიშანს უწერდით მაგრამ ჩემთან არ შველის არაფერ ეწამი ბალითად აქ აი აქ რო კითხვის ნიშნებს უწერ თქვათ აი rooms არა გვარებს რა იმ პრობლემას როგორც გაკვეთილზე წერანაც გავაკეთეთ პრინციპში ერორებს გიგდებს? ხო ერორებსაც მიგდებს ეგეც წამაკითხე ერორი აი რო გადავიდე და გადმოვიდე აი ამოვიდებს არც ჩატვირთ ნულის იმას ვერ ვკითხულობ აბა გახსენე ისევე გოგინა take controls დააჭირე და მგონი შეგიძლია არა იცი პარემ შენ ნახე რა პრობლემა გაქვს SRC-ში ნახე როგორ გიწერია კვადრატულ ჭალებში არ გიწერია ჭალებში წერია მან გჭირდება კითხვის ნიშანი მანდაც გჭირდება უბრალოდ რომ კითხვის ნიშანი არა ნახე რომ კითხვის ნიშანი და მერე source-თანაც კითხვის ნიშანი source-ის წინ წერტილის წინ არა მანდ კი არა source-ის წერტილის წინ მოგეს ხან ამას time-out-იც დავაყენე, იმის როგორც მოგეთქცე, მაგრამ იმაზეც მაინც ესე მომდიოდა და წავშალე. მაგაზე არ ჭირდება time-out-ი, ვაი, რატო ვაგვიანებს ჩაკურთხეს. ვაი, relax damage. აბა ერთხელაც გახსენე. Visual Studio Code. კონტროლი რო უბრალოდ ეს კონტროლი უფრო გამიჭირდება მე. რატომღაც აი შენთან Angular language service ხო დაყენებული გაქვს? კი, მაგრამ რაღაცა ვერ დავამუშავეთ, არის, ნახე. რეალურად აი სხვა ელემენტებში კი გიჩვენებს სწორად, მაგრამ აბა უდრისებთან ისინი space-ები წაუშალე. HTML-ში მასკი. დაყენებულია ეგ ხა მუშაობს. rooms component HTML-ი გახსენე ერთხელაც. და აი ნახე SRC უდრის ხო გიწერია, აი უდრისებთან და ბჭყალებთან გაქვს space და აი ეგ space მოაშორება. და მარცხნივ ოკეი, ფერი შეიცვალა. ისმის შემი ხმა? კი. ფერი კი შეიცვალა. ვაი ხო, ნახოთ. გასვლა რო გადავალ და გადმოვალ ხო მე შე. ხო, მაინც
რატომ? ხო და ამასაც time-out-ი ხო არ გამოვასწორებს, იმიტომ რომ აი ნახე აქ კოდში. აი იცი როგორ მაქვს ნახე აქ სერვისების ფაილი მაქვს რა და ხო. აი ესე მაქვს მეთოდები გამოძახებული აქედან რა და ვიფიქრე ვერასწრებს თქო როგორც ანუ მიღებას და ეს import-id data არის ცვლადი რომელიც იღებს ბოლოს ამ მონაცემებს რაც დაგვირესპონსა. ხო და time-out-ი ხო არ ჭირდება თქმა, time-out-ი რო დაუყენე არ უშველა. არა, time-out-ი არ ჭირდება მაგას, იმიტომ რომ მაგას ხო არავინ არ ელოდება. ანუ თან გვერდზე რო გადავდივარ, თუ მე ბრაუზერიდან refresh-ი არ გავუკეთე, ისე სურათები და ასები და სახელები არ მეტვირთება. კონსტრუქტორში. გამოძახება არ გიწერია არსად. მოიცა. რა იმებში გიწერია გამოძახება, აბა მანახე. კონსტრუქტორში გიწერია? არა, აი ყველა კომპონენტის აი აქ მიწერია გამოძახება. on-ში. ეს data service-ი ეს ისა რა ქვია, ამის სერვისების ფაილი. აბა rooms component typescript მანახე. services is room service gets rooms. ხო, ეს იძახებს. მოდი აბა ეხლა ეს სერვისი გახსენე და კიდევ ერთხელ შევხედო. get rooms methods. get rooms method-ი. this imported data უდრის rest. imported data გადავეცით. და აბა ეხლა HTML მანახე იმისი roomsის. room options imported data. მოდი აბა ng4-თანაც არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ო ანუ ng4-ი div-ებს და ბატონებს ქმნის. მოდი აბა კვადრატული ფრჩხილების და ნულიანის წინაც დაუწერე კითხვის ნიშანი. აი HTML-ში. image-თან? ემად. არა. ვიტარებს. რატო აეროდებს? და სწორად გიწერია ვაფშე ყველაფერი. მოდი იცი რა ქენი, ჩამიგდე node module-ს წაშალე დროებით. ჩამიგდე ეგ ფოლდერი და ეხლა ვნახავ. Teams-ში ჩავაგდო? ხო, პირად ჩამიგდე და. მოდი იცი როგორ ვქნათ, 1-10 წუთი უნდა გავიდე. გავალ და დაგირეკავ ისევე და გიორგი, ხარ? იგი Teams-ი გამეთიშა, ეხავე ჩავაგდე. ხო. იცი როგორ ვქნათ, აი 5 წუთი მჭირდება მე, 5 წუთი გავალ და დაგირეკავ და თან ჩამიგდე და წუთში გადმოგვიდე. კაი. ანუ გაქედან გავიდე?